ხსმენიათ ოდესმე გიგანტურ გველზე, რომელიც დინოზავრების შემდეგ დედამიწაზე ცხოვრობდა. ეს არის ტიტანობუა, ყველაზე დიდი გველი, რაც კი ოდესმე არსებობდა. ტიტანობუა დაახლოებით 13 მეტრის სიგრძის იყო, თითქმის ავტობუსის ზომის. მისი წონა კი 1 ტონას აჭარბებდა. ის ცხოვრობდა დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ, მაშინ, როცა დინოზავრები უკვე გადაშენებულები იყვნენ. ტიტანობუა ბინადრობდა ცხელ ჭაობიან ტყეებში, რომლებიც მაშინ დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორიაზე იყო. ეს გველი ძირითადად წყალში ცხოვრობდა და მისთვის იდეალური გარემო ნოტიო, ტროპიკული კლიმატი იყო. მეცნიერების აზრით, ტიტანობუას სხეულის სიდიდის შენარჩუნება მხოლოდ ისეთ ადგილებში შეეძლო, სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო. მისი ნადირობის წესი გავს ნიანგებისას. წყალში ჩასაფრებული ელოდა თავის მსხვერპლს და შემდეგ მოულოდნელად ეცემოდა. ის ჭამდა დიდ თევზებს, კუებს და შესაძლოა პატარა ნიანგებსაც კი. მისი სიძლიერე და წნეხის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ მსხვერპლს მარტივად იგერიებდა. ტიტანობუას ნამარხები პირველად 2009 წელს აღმოაჩინეს კოლუმბიაში, ერთ-ერთ ქვანახშირის მაღაროში. ეს აღმოჩენა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მეცნიერებმა პირველად იხილეს გველი. ტიტანობუა სიმბოლოა იმისა, თუ რამდენად მრავალფეროვანი, საოცარი და დაუჯერებელი ყოფილა სიცოცხლე დედამიწაზე. დღეს ის გადაშენებულია, მაგრამ მისი ისტორია გვასწავლის, რომ ბუნება ყოველთვის სავსეა სიურპრიზებით. იქნებ ჯერ კიდევ არსებობენ საოცარი არსებები, რომლებიც არ გვინახავს. და თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო ბოლომდე უყურე, აუცილებლად გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო.